ეს თემა წმინდა თემა არის და ვინაიდან და რადგან ჩვენ უწმინდულნი ვართ, მოუხმობთ ქრისტეს, რომელიც არის ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა, სოფლად. წმინდა მეფსალმუნე დავითი ზანებს. ვიხილე მე უშჯულოებაი და ხდომაი ქალაქსა შინა. და ხდომა აი ამ სიტყვის ეს სახელი ძველ ქართულ ტექსტებში ჩვენ ხვდება როგორც ერთ-ერთი სახელი ეშმაკისა ხდომი. ხდომა ეს არის წინააღმდეგობა, არ დამორჩილება. აი ესეთი შინაარსი აქვს აი ამ სიტყვას და ჩვენს რა თქმა უნდა სულიწმინდის მიერ დასხმული სიტყვები არის მარადიული და ის რაც თქვა დავით მეფსალმუნემ იგივე შეგვიძლია ჩვენ გავიმეოროთ რომ ვიხილე ჩვენ ხდომაი და უშჯულოებაი ქალაქსა შინა. ჩვენ ფიქრობთ რომ ეს თემა დღეს განსაკუთრებულად არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად არის აქტუალური და ყოველთვის იყო, იმიტომ რომ ეს არის პირველი თემა, რომელიც ზოგადად დაცემას უკავშირდება. ბოროტება ღმერთთან არ არის, ბოროტება ღმერთს არ შეუქმნია, ნუ იყოფით და ბოროტება არის სიკეთის მოკლება. წმინდა იოანე დამასკელი ესე განმარტავს და სწორედ ეს შეემთხვია პირველ ციურ ანგელოს, რომელიც მხდომად აღუდგა ღმერთს და მოინდომა მასთან თავის გატოლება და ეს არის დასაბამი საერთოდ დაცემისა. მანამდე თქვენ მოგესწრებათ რომ დაცემა არ იყო. აი აქედან შემოდის დაცემა, შემდგომ კიდევ ერთი თემა არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი, რასაც ქვია ერთობა და ეს არის ძალიან დიდი ძალა ამ ქართველმა სიბრძნემ ეს გამოთქვა რომ ძალა არის ერთობაში და არის ორი ძალა. ეს არის ძალა და ერთობა, როდესაც ადამიანები ერთიანდებიან სიკეთეში და ეს არის ძალა და ერთობა, როდესაც ადამიანები ერთიანდებიან ბოროტებაში, ანუ სიკეთეში და ბოროტებაში. და წმინდა პავლე მოციქული ამბობს, ბრძანებს, რომ არ არის ჩვენი ბრძოლა სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა ჰაერის მცველთა მიმართ. ანუ ყველა ბრძოლა აქედან იწყება. ესე პირველი დაცემას ახმიესა დასაბამი და აქედან მოყოლებული უკვე ყოველი დაცემას აი აქ ძირი და საფუძველი და ჯერ არის სულიერი დაცემა და შემდგომ აი როგორც ევას შეემთხვია, ხო? იხილა ევამ, რამე თუ კარგი იყო, ნაყოფი საჭმელად, ანუ გონებით ხდება ჯერ მისი დაცემა და შემდგომ უკვე ფიზიკური. წმინდა დიონისე არეოპაგელი, პავლე მოციქულის მოწაფე არის, შეიძლება ესე ითქვას, მისი თხზულება ციური იერარქიის შესახებ არის პირველი შრომა საღვთისმეტყველო ლიტერატურის ისტორიაში, რომლის გარშემოც არის გაწყობილი საერთოდ ყველა სწავლება ზეციური იერარქიის შესახებ და ზეციური იერარქია შემდგომ გადმოდის უკვე მიწიერ იერარქიაში და რას მოგვითხრობს წმინდა დიონისე არეოპაგელი, რომ იგი მოგვითხრობს 9 დასის შესახებ, ზეციური ანგელოზების 9 დასის შესახებ, რომელსაც 3 ტრიადად 3 ნაწილად დაჰყოფს და ესენი არიან სერაფიმები პირველ სამეულში, არიან სერაფიმები, ქერუბიმები, საყდარნი, მეორე სამეულში არიან უფლებანი, ხელმწიფებანი, ძალნი და მესამე სამეულში არიან მთავარანგელოზნი, ანგელოზნი და მთავრობანი. და აი ამ იერარქიის და აი ამ თანმიმდევრობის სახით
ჩვენ ქვეყანაზე, ანუ მებრძოლ ეკლესიაშიც არის სამი დასი სამღვდელო, ეს არის ეპისკოპოსი, ეს არის პრესვიტერი, ძველ ქართულ ტექსტებში ესე გვხვდება პრესვიტერი და ეს არის დიაკონი. ესე იგი, ნებისმიერი სიკეთე, ყველა სიკეთე და საერთოდ ნათლის წყარო არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მისგან იღებს ყველა ქმნილება მისგან იღებს ნათელს. აი ჩვენ მოგახსენეთ და გითხარით რომ აი ამ ანგელოზთა 9 დასის შესახებ და 3 სამეული 3 ტრიადის შესახებ და აი ეს პირველ სამეულში მდგომი ზოგადად ანგელოზი არის ყველა ანგელოზს შეგვიძლია უწოდოთ, მაგრამ შეგვიძლია ყველა ანგელოზს უწოდოთ ვინაიდან და რადგან ესე იგი უპირატესი დასი ანგელოზებისა მოიცავენ მათ შემდგომ მათ მომდევნო დასს. ანუ სერაფიმები და ქერუბიმები უშუალოდ უფლისაგან იღებენ ნათელს, შემდგომ გადასცემენ თავის შემდგომ დასს ანგელოზებისა, ისინი შემდგომს გადასცემენ და ანგელოზები, ესენი არიან ყველაზე ახლოს მდგომი იერარქია ანგელოზებისა, რომელთაგანაც უკვე შემდგომში ამ ქვეყნიურ იერარქიას გადმოეცემა ღვთაებრივი ნათელი. ღვთაებრივი ნათელს რო ვამბობთ, ეს არის დაწერილი წერილობითი ჭეშმარიტება არის ზაქარია წინასწარმეტყველმა უშუალოდ იხილა როგორ ზეაღიმართა პირველი დასის აი სერაფიმი ანგელოზი და როგორ მიიღო ღვთაებრივი ნათელი ნათლის დასაბამისაგან და ღმერთისაგან. აი შემდგომში ესე გარდამოეცემა შემდგომ მომდევნო დასს. იერარქია წმინდა დიონისე არეოპაგელი ამბობს, რომ ეს არის წმინდა მწყობრი შეძლების და გვარად ღვთის სახოვნებას მიმსგავსებული მეცნიერება და მოქმედება. ღმერთი ჩვენ ვიცით რომ სიყვარული არის და რახან ღმერთი სიყვარული არის და ყოვლად სახიერია ჩვენი ღმერთი, არ საჭიროებს, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ მოუწოდებს ყოველ ქმნილებას, რომ იზიაროს. აი ესე ჩამოაყალიბეს წმინდა დიონისე არეოპაგელი, რომ სიყვარული თავად არის, სიყვარულის ბუნება არის, რომ აი მოუწოდოს ყოველ ქმნილებას, რომ ეზიაროს იმ უზენაეს სიკეთეს, რომელიც არის ღმერთში. მიზანი იერარქიისა ეს არის ძალის საებრ, მე ვცდილობ რომ ციტატა ვთქვა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ისეთი სწავლება არის ეკლესიური და აქ ცოტა საფრთხილო არის საკუთარი სიტყვებით. მიზანი იერარქიისა არის ძალის საებრ ღვთისადმი მიმსგავსება და ერთობა მასთან. ეს არის კორინთელთა მიმართ, მეორე კორინთელთა მიმართ მესამე თავი 18 მუხლი. პირდაპირ შეგვიძლია ამას წმინდა დიონისე არეოპაგელი იმოწმებს აი ამ ციტატას. ეხლა რაც შეეხება იერარქიის წესს იერარქიისა. აქაც მოგახსენებ ციტატას, ეს არის ის, რომ ზოგი უნდა განიწმინდოს, ზოგმა უნდა განწმინდოს, ზოგი უნდა განათლდეს, ზოგმა უნდა განანათლოს. ზოგი სრულყოფილი გახდეს და ზოგმა სრულყოფა მისცეს. აი ეს არის თავარი საიდუმლო და შინაარსი იერარქიისა. როგორც მოგახსენეთ, თავში ეს არის წმინდა წესი და აი ეს წმინდა წესი მოიცავს აი ამ შინაარსს და აი ამ წესს მოიცავს უფრო სწორად, რაც ახლა მოგახსენეთ. ეს არის ღვთისადმი ბაძვა და ახსვლა იმ საზომამდე, რასაც პავლე მოციქული პირველი კორინთელთა მიმართ მესამე ეპისტოლეში 9 მუხლში ამბობს, რომ ჩვენ ღვთისა თანაშემწენი ვართ. აი სწორედ ღვთისადმი ბაძვით აი ამ საზომში მიღწევას გულისხმობს იერარქია და ეს წმინდა წესი. და ამბობს წმინდა დიონისე არეოპაგელი, რომ პირველ რიგში, პირველ ყოვლისა, აი ამ წმინდა
საიდუმლოს სწორედ ეზიარებიან სწორედ ანგელოზები. მაგრამ როგორც მოგახსენეთ, შემდგომში აი ეს წესი გადმოდის საეკლესიო იერარქიაზე, რომელზედაც შემდგომ მოგახსენებთ. ანგელოზები ჩვენგან ატომღაც, აი ჩვენ მორწმუნე ადამიანები, მოდი ვთქვათ, რომ ატომღაც ძალიან შორს მოიაზრებ ჩვენგან ანგელოზებს და ჩვენ ატომღაც გონია, რომ ანგელოზი ჩვენგან შორს არის და მიუსტომელია. და წმინდა დიონისე არიოპაგელი ამბობს, რომ სჯულიც მოგვენიჭა ჩვენ ანგელოზთაგან და მე მინდა ციტატა წაგიკითხოთ, ეს არის გალატელთა მიმართ მესამე ეპისტოლე, ეხლა წაგიკითხავ 19 მუხლი. აი აქ წერია, რომ სჯულზე საუბრობს პავლე მოციქული და ამბობს, რომ რაიმე უკვე არ სჯული გარდასვლისათვის, მიზეზისათვის მოეცა, ვიდრე მის მოვიდეს ნათესავი იგი, რომელ აღთქმულას ბრძანებული ანგელოზთაგან ხელითა შუამდგომელისათან. აი, ესე იგი, ამოწმებს წმინდა დიონისე არიოპაგელი ამბობს და შემდგომ ამოწმებს კიდეს, რომ სჯული მოგვეცა ჩვენ ანგელოზთაგან. აქ მოყავს კიდე სხვა მაგალითები. ეს არის ლუკას სახარებიდან პირველ თავში მოთხრობილი არის თუ როგორ აუწყა თავარანგელოზმა გაბრიელმა ჯერ ზაქარიას წმინდა ელისაბედის მიდგომილება და მისგან შობილი იოანე ნათლისმცემლის შესახებ, შემდგომ არის პირველივე თავში მოთხრობილი თუ როგორ აუწყა თავარანგელოზმა გაბრიელმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, არის ხარების დღესასწაული რაც არის, რომ სულიწმინდით მასში თვით უფალი და მეუფე დიდებისა ჩაისახებოდა და აი ამ ციტატებს იმოწმებს წმინდა დიონისე არიოპაგელი და ამბობს, რომ აი ყველა ესე იგი სჯულისმიერი უწყება ჩვენდამი პირველ ყოვლისა ანგელოზის მიერ აღესრულება. თვით იესო ამბობს წმინდანი, რომ ზეარსი მიზეზი ზეციური არსებებისა ემორჩილება მამის, ანუ იოსები გულისხმება და ღვთის განგებას. და რას გულისხმობს, რომ თქვენ გახსოვთ, როდესაც უფალი იშვა ქვეყანაზე, მისი შობიდან იწყება უკვე მისი დევნა. მოდიან მოგვები, კითხულობენ ახალშობილი ხმის შესახებ, ისიც ხო ეს ყველაფერი და როდესაც ჰეროდე იგებს რომ სადიშვა მეუფე დიდებისაო მოგვები ეკითხებიან და ჰეროდე, რომელიც იყო პირდაპირ ავატყოფურად განწყობილი, რომ მისთვის ვინმეს ტახტი არ ჩამოერთვია და მას საკუთარი შვილიც კი ყავს მოკლული ამის გამო და სხვაებიც კიდე უახლოესი ადამიანები რა გამოსცა შესაბამისი თავისი პირსისხლიანობის ბრძანება და 2 წლიდან და უდარესი უნდა ამოეწყვიტათ ბეთლემში. და აი აქედან იწყება უკვე დევნა მაცხოვრისა და განგაცებული ღმერთი ემორჩილება მამის, მამობილის, ანუ იოსებ დამწინდველის ესე იგი გადაწყვეტილებას და მიდის ეგვიპტეში. ისიც ხო? და შემდგომ ეგვიპტიდან ბრუნდება, როდესაც ჰეროდე აღესრულება და ისევ ნაზარეთში მიდის, რამე თუ ჰეროდეს მაგივრად მისი მონათესავი არქელაოსი მეფობს და ისევ ნაზარეთში მიდის, მაგრამ ეს ყველაფერი წინასწარმეტყველება იყო, რამე თუ აღსრულდესო მათემახარებელი ამბობს წინასწარმეტყველება ნაზარეველ ეწოდოს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ ამას და საერთოდ ჩვენ როდესაც სჯულდებაზე ვსაუბრობთ, სჯულდებელი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მაგრამ სჯულდებელი არის არა ბრძანებით ოდენ, ბრძანებითაც, იმიტომ რომ მას ხელეწიფება და ჯერ იყო კიდეს, რომ ბრძანებითაც ებრძანებინა, მაგრამ პირველ ყოვლისა, როდესაც ჩვენ ახალი სჯულის მოძღვრებას ვკითხულობთ, ეს არის დეტარიყვნენ გლახაკნის სულითა, დეტარიყვნენ გლოვარენი გულითა, წმინდა მამები, როდესაც განმარტავენ აი ამ ნეტარებებს, ამბობენ, რომ უფალმა სანამ სჯულდების სახედ მოგვცა, ეს ყველაფერი მანამდე თვითონ აღასრულა. ვინ იყო გლახაკის სულითა, ვინ იყო დაბალი, ვინ იყო მოწყალე, ვინ იყო დევნული და ასე შემდგომ. ვინ იყო უფალი პირველ ყოვლისა, ხო? და შემდგომში უკვე ეს ყველაფერი ჩვენ სჯულად დაგვიდო. ერთადერთი წმინდა იოანე დამასკელი ამბობს, რაც ჩვენ უფალმა სჯულად არ დაგვიდო და
ადამიანის ნებაზე მიუშვა, ეს არის ქალწულება, მონაზვნობა, ბერობა, როდესაც თქვენ იცით სახარებაში საჭურისების შესახებ გვესაუბრება უფალი და გვეუბნება, რომ არიან საჭურისნი, რომლებიც დედის მუცლიდან საჭურისნი დაიბადნენ, არიან საჭურისნი, რომლებიც გამოასაჭურისეს შემდგომში და არიან საჭურისნი, რომლებმაც გამოისაჭურისნეს თავნი თვისნის სასუფევლისათვის ღმრთისა. და წმინდა იოანე დამასკელი განმარტავს და ამბობს, რომ აი ხედავთო, ქრისტემ ჟულად არ დაგვიდო ქალწულებაო, თორემ და თვითონ ხომ, აი როგორც იყო მოგეხსენებათ, ხომ? უბრალოდ ჟულად არ დადო, ადამიანის ნებაზე მიუშვა, თორემ ქალწულება რომ აღმატებული სათნოება არის, ეს არ არის ჩვენი მიმართულება, ეხლა ამაზე არ გავაგრძელებთ, უბრალოდ მოგახსენეთ. და ესეც აი როდესაც უფალი მიდის ეგვიპტეში, თქვენ იცით რომ ანგელოზის ბრძანებით ხდება, ხომ? იოსებს ეცხადება ანგელოზი და ეუბნება რომ წავიდეს ეგვიპტეში. უნდა ითქვას ის, რომ სწავლება ესეთი არის, რომ ესე იგი უზემოესი ანგელოზები, უზემოესი დასი ანგელოზებისა ფლობენ უხვემოესებს, მაგრამ უხვემოესნი ვერ ფლობენ უზემოესებს. აი ეს არის, აი ხშირად გაიგონებთ აბა სიტყვა ხედვა. ხედვა, აი მაგალითად ისე ადამიანები საუბრობენ და აი მე ხედავ ესე და მე მაქვს ესეთი ხედვა. ხედვა დაკავშირებული არის იერარქიასთან. გარკვეულწილად აი როდესაც მაგალითად თქვენ ხედავთ რომ და ზოგადად აი ეპისკოპოსია ბერძნული სიტყვა და ღრმად ხედველს და მაყურებელს ნიშნავს. და ჩვენ როდესაც ხედავთ აი სამღვდელო პირი ამაღლებული, აი ამბიონი ამაღლებული ადგილია, ეს მარტო ადგილი არ არის ამაღლებული. მისი ხედვა არის ამაღლებული. მღვდელი ხედავს თავის სამწყსოში მდგომარეობას. ეპისკოპოსი ხედავს თავის სამწყსოში მდგომარეობას. ოღონდ ეს წმინდად იერარქიული მადლი არის მიცემული, რომელსაც სხვა ვერ მიწუთება. ამიტომ არის დიდი შეცდომა, რომ როდესაც ერისკაცი იჩემებს ეპისკოპოსის ხედვას. ეს ძალიან დიდი კადნიერებაა, ძალიან დიდი მკრეხელობა არის. როდესაც მრევლი თანაწარ ხდება, ესე რომ ვთქვათ, მოზღვის ხედვა და ამბობს, რომ იცი რა, მამო ესე ვერ ხედავს კარგად და ესე ხო ჯობია და ეს რა თქმა უნდა დიდი ის არის, დიდი აი ყველაზე ლამაზად რო ვთქვათ და გამოთქვათ, ეს არის ამპარტავნება. მაგრამ არის ამის უხეში გამოთქმაც, რომელსაც ჩვენ არ არის საჭირო რომ მაგ გამოთქვათ. ჩვენ ვახსენეთ, რომ ზეციური იერარქია გადმოდის ამა ქვეყნის იერარქიაში გადმოიზრდება, ესე რომ ვთქვათ და ჩვენ აი მალაქია წინასწარმეტყველი მოგესალმებათ, ეს არის ბოლო წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე და აი მალაქია წინასწარმეტყველის მეორე თავის მე-7 ბუხში პირდაპირ მღვდელი და აი ამ მღვდელს წმინდა დიონისი არეოპაგელი გამოათარგმანებს, ამ შემთხვევაში მღვდელი წერია ბიბლიაში, მაგრამ წმინდანი გამოათარგმანებს როგორც ეპისკოპოსი, მღვდელმთავარი. და აი აქ წერია, რამე თუ ბაგეთ ამ მღვდელისათა დაიცვა სამართალი და ჟული გამოიძიონ პირისაგან მისისა, რამე თუ ანგელოზი უფლისა, ყოვლის მყრობელისა იარს. ესე იგი აქ ამბობს წმინდა წინასწარმეტყველი, რომ მღვდელზე ამბობს, რომ ანგელოზი უფლისა იარს. სხვაზე არ ამბობს. ამას ჯეროვანი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენ და აი ამიტომ ჩავთვალეთ ჩვენ ეს თემა საერთოდ არ არის ხელოვნური, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აი თუნდაც აი ვიტყვი ჩვენი სკოლის არსებობის პერიოდში ადრეს იყო, აი მაგალითად ეხა გამოგიტყდებით, ადრეს იყო ჩემში რაღაც ეს ფიქრობდი, რომ ეს თემა აქტუალურია და როცა გარკვეულ დროს რაღაც წამომსტაგიდეს და ეს წამოსტომა რაღაც წამოსტომას მე რაღაც მიეცა სერიოზული შინაარსი და ასე რომ არ არის ჩვენი წარმოდგენილი თემა არ არის რაღაც აი ოდენ იმისთვის რომ აი მოდი ჩვენ ახლა საღვთისმეტყველო თემა წარმოვადგინოთ, იმიტომ რომ ჩვენი სკოლა ესე და ამისთვის არა. ეს არის დღევანდელობაში, ჩვენ ფიქრობთ რომ დღევანდელობაში ეს თემა არის უაღრესად აქტუალური. იმიტომ რომ
ისე დავით მესამნეს დავუბრუნდები. დიდი ხდომა არის ქალაქში, აი ქალაქი, მოიაზრება ზოგადად აი წუთი სოფელი. დიდი ხდომა, დიდი წინააღმდეგობა, დიდი როგორ გითხრათ, არა თუ ერში, არამედ თვით ეკლესიაშიც კი შემოვიდა ეს სული, რომელიც არის პირდაპირ ეშმაკის საქმე არის. და გითხარით, რომ ხდომა ვიხილეო, ამბობს და ხდომი არის ერთ-ერთი სახელი ეშმაკის. ანუ საკმაოდ ღრმად გაიდგა აი ამ მანკიერებამ ფესვები და ჩვენ ფიქრობთ, აი ჩვენ დღევანდელ შეხვედრას ბოლოს იმით დავამთავროთ, ჯერ კი არ ვამთავროთ, მაგრამ ბოლოს იმით დავამთავროთ, რომ მე აი თქვენ აი საკმაოდ ფართო არის აუდიტორია და ჩვენ ყველანი ავდგები და შევთხოვთ უფალს, რომ შეიმუსროს ქვეშე ფეხთა ჩვენთან აი ეს სული, რომელსაც ქვია ხდომი და რომელიც არის აი ამ წმინდა იერარქიის მოწინააღმდეგე. ღმერთს ყოველი ადამიანის ამას რომ ვამბობთ, რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც მოთავე არიან აი ამ მანკიერების, რა თქმა უნდა, ისინი ჩვენთვის იმ ადამიანებს ჩვენ მტრად არ აგვიქვამდა პირიქით სიყვარულით, რამე თუ ჩვენი ღმერთი არის კურთხეული, რომელსაც ყოველსა კაცსა ნებავს ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა, როგორც ამას მოციქული მოგვითხრობს და ისინი ჩვენთვის საწუხარია და სადგივარია, მაგრამ რაღაც აი გარკვეულ შემთხვევებში გარკვეული განგებულება ღვთისა, რასაც დავით მემსამონი ამბობს, აი მაგალითად, რომ ჭიმითა და აღვერითა უქსინე ღაწვნი მანტი, რომელიც შენ არ მიგიახლეს. ესე იგი ღვთის განგებულებაში არის მსგავსი რამ, რასაც ქვია, აი იცით ხო, ცხენს აღვირს ამოდებ და ამით ჩერდება ცხენი და ხშირ შემთხვევაში მსგავსი განგებულება და მსგავსი მოქმედება არის საჭირო და ესეც ხდება კიდეც. იმიტომ რომ ღვთის სიტყვა არის უმკვეთლესი მახვილისა და არავინ არ უნდა გაბედოს, რომ აი ამ წმინდა ურთიერთობის წინააღმდეგ წავიდეს. ეხლა ჩამოვიდეთ ცოტა, ხო, აი აქ ჩვენ მიზანი ვახსენეთ და ეს არის მეორე კორინთელთა მიმართ მესამე ეპისტოლე, 18 მუხლი, სადაც წერია, ხოლო ჩვენ ყოველი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვისტით, მასვე ხატსა მივიცვალები დიდებითი დიდებად, ვითარცა იგი უფლისაგან სულად. აი ეს ურთულესი, უღრმესი საღვთისმეტყველო პროცესი, რაც ახლა ჩვენ წავიკითხეთ, ცოტა რთულია შენდობას ვითხოვ ახლა, მაგრამ თვითონ ეს თემა არის იმდენად ღრმად საღვთისმეტყველო, რომ თუ არა აი ეს მსგავსი ციტატები, სხვანაირად აი ამის გამოთარგმანება არ შეიძლება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამბობს, რომ ისე უფრო გასაგები რომ იყოს, მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად. აი პავლე მოციქული ახლა გაგიგონია თქვენ ალბათ, რომ პავლე მოციქული ამბობს, რომ მე ჩემ თავს არაფერს არ ანუ თავისი თვისით არაფერს არ ხადაგებს, უკანას ამას დავივიწყებ და წინას ამას მივწვდები, ამბობს. აი ეს არის მარადის წარმემატები დიდებითი დიდებად. აი ეს პროცესი ადამიანში ჩერდება, როდესაც იგი გადის იერარქიის ჩარჩოებს მიღმა. და როგორ ეხლა თქვენ ალბათ გაგიშდება შეკითხვა და საერთოდ შეკითხვები მე თუ გაჩნდება, ბოლოს ამისთვის დავტოვებთ დროს, რომ აი როგორ უნდა ვიждდეთ, როგორ უნდა ვიყოთ აი ამ ჩარჩოებში, რასაც ქვია ეს მინდა იერარქია და მათ ეს სახარებაში ესე იგი უფალი ეუბნება მოძღვრავს მსვენელებს, რომ მოსეს საყდარზე დასხდნენ ფარისეველი და მწიგნობარი. ფარისევლები და მწიგნობრები ესენი არიან იმ პერიოდისთვის უკიდურესად დაცემული ნაწილი საზოგადოებისა. მაგრამ მოსეს საყდარზე ისინი ისხდნენ, ანუ მოსეს საყდარში ზოგადად გამოითარგმანება ჯულის მასწავლებლობა. და მაცხოვარი ეუბნება, რომ რასაც გეუბნებიან ყავთო, აღასრულეთო, მაგრამ მათ საქმეს ნუეზიარებით.
და აი ამ სახარებას განმარტავს წმინდა იოანე ოქროპირი მართლაც ოქროპირი და ოქრომეტყველი და მისი მადლით და მისი მეოხებით ღმერთმა ჩვენი გული და გონება განარათლოს და განმარტავს და ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი რომ იხსენებს ძველი აღთქმის ისტორიიდან ერთ-ერთ შემთხვევას, როდესაც თქვენ ისეთ ებრაელიერი, როდესაც გამოდის ეგვიპტიდან, მათ ძალიან დიდი გზა გამოიარა, თუმცა ეს გზა სულაც არ იყო დიდი, შეიძლებოდა პირდაპირ გზით ისინი მისულიყვნენ აღთქმულ ქვეყანაში, მაგრამ ღმერთმა ინება, რომ ისინი შემოვლითი გზით მოდიან, სადაც იყო მეწამული ზღვა, სადაც იყო 40-წლიანი უდაბნო და ასე შემდგომ. ესეც მათი ზრდისათვის იყო. ერთ-ერთი ქალაქის გავლის დროს, ერთ-ერთი აი ამ ქალაქის მეფე მოუწოდებს იმ პერიოდში, ძველი დროის აღმოსავლეთში ერთ-ერთ განთქმულ მისანს, ეს იყო ბალაამი და ეუბნება, რომ დამიწყევლეო ეს ელიო. იმიტომ რომ ეს იყო უზარმაზარი ბანაკი, ხა თქვენ წარმოიდგინეთ 75 სული ჩავიდა ეგვიპტეში და იქიდან რომ გამოდიან 600,000 მარტო მამაკაცი არის. წარმოიდგინეთ. და ახლა ესე სტატისტიკა არ ვიცი არ შემოხვედრია, მაგრამ 5 და 7 შვილზე ნაკლები არც ეს არ ყავს. წარმოიდგინეთ. ამხელა ბანაკი მოდის და უკვე ახლა მაშინ ახლა კომუნიკაცია ამ დონეზე არ იყო, ახლა ის არ იყო მობილური არ იყო, ისიც არ იყო ეს ჩვენ ძველ წინაპრებს რო ხონდა ციხეებზე, ცეცხლსაანთებზე ხოლმე ესე გადადიოდა. ესეც არ იყო. მაგრამ ინფორმაცია ვრცელდებოდა და ახლა აი ამ მეფემ გაიგო რომ ეს ერი წამოვიდა, გამოიარეს მეწამული ზღვა, ყოვლადწლიერი ღმერთი არის მათთან და შეშინდა ეს მეფე. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ქალაქი ჰქონდა მას და მოუწოდა ბალაამს, რომ დამიწყევლო ეს ერი. ეს ბალაამი განთქმული იყო, ვისაც დაწყევლი და დაწყევლილი იყო, ვისაც დალოცავ და დალოცვილი იყო და ეს ბალაამი წამოვიდა ვირზე ამხედრებული, ახლა მაშინ ვირი იყო, ახლა დღეს რო ვთქვათ რაღაც ის საშუალო ხარისხის ჯიპები რო არის, ესეთი იყო და წამოვიდა ბალაამი და როდესაც მოდის გზაში, რამოდენიმეჯერ ჩერდება ვირი. და ბოლოს პატარა ორღობეში გაჩერდა, ისე რომ აი დაზიანდა კიდეც ეს ბალაამი და დაუწყო ცემა აი ამ ვირს და ვირი მოუბრუნდა და ეუბნება, შენ ვერ ხედავო წინ ცეცხლოვანი ანგელოზი რო დგასო, არ მიშვებს, ვერ ხედავო, ეუბნება. ბიბლიურ ამბავს მოგითხრობთ, რაღაც ის კი არ არის ზღაპარი და ლეგენდა და მე აი ამას იხსენებს მინდა იოანე ოქროპირი ამ სახარების განმარტების დროს, ეხლა რაც მოგახსენეთ და გვეუბნება რომ თუ ბალაამს ვირმა უთხრაო ღვთისნებაო, შენო მოძღვარი არ გეტყვისო? აი აქ ეხლა ძალიან დიდი განმარტება არის მოცემული, რომ მეტი წილი ჯერ არ მოსული, აი საერთოდ მე მინდა გითხრათ, რომ მორწმუნე ადამიანების კატეგორიები არსებობს. და არის აი დავუშვათ ესეთი კატეგორია, რომელიც გამადიდებელი შუშით უყურებს მოძღვარს, აი როგორ არის, როგორ ისეო რაღაც და შესაბამისად მე არგუმენტები აქედან მოდის, რომ აი მე იმიტომ არ მოდივარ, რომ ესე და ესე. და იერარქიის სიწმინდე იმხელა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ იგივე წმინდა მამა ამბობს, რომ მოძღვარიო ისე უნდა განსხვავდებოდეს მრევლისაგანო, როგორც ადამიანი პირუტყვისაგანო. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ეხა მე რა არის ესე რო არის, ჩვენი სადგივარია, რომ მღვდელი მართლა ესე უნდა იყოს, მღვდელი ყველაფერში სამაგალითო უნდა იყოს. ეს არის სხვათა შორის ჯვარი, ჩვენ რომ ვამბობთ ხანდახან, რომ დიდი ჯვარია მღვდლობა. ჯვარი ეს არის ზუსტად, რომ შენ მაგალითი უნდა იყო და თუ მაგალითი ვერ იქნები, მაშინ ძალიან მძიმე სიტყვების წერია ამაზე სახარებაში. აი ეს არის ჯვარი. თუ გინდათ. აი რო ჩვენ ვიზახით კი ჯვარია დიდი რაღაცა, მაგრამ რა არის ჯვარი? ეს არის ჯვარი. მოწოდების სიმაღლე, სახე დიდი არის დასახული. აი ეს არის ჯვარი. და ამბობს მინდა იოანე ოქროპირი, რომ თუ აი ბალაამს ვირმა უთხრაო ღვთისნებაო, შენ არ გეტყვისო და ჩვენ წავიკითხეთ აქ მალაქიას წინასწარმეტყველება, სადაც პირდაპირ ანგელოზად სახელდებს წინასწარმეტყველი ანგელოზების იერარქიაზე ხო საუბრობდით და ესე იგი ამ ქვეყნიურ იერარქიასაც მღვდელსაც, ანუ მღვდელმთავარი გულისხმობა აქ ანგელოზად სახელდებს. გარკვეული შინაარს და ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა
არ დავტვირთავთ უბრალოდ აი ბოლოს ვიტყვით პრაქტიკული ურთიერთობების შესახებ რა არის წმინდა წერილში ნათქვამი, რა თქმა უნდა, ბევრი არის ნათქვამი, მაგრამ აი მოგისმენიათ ალბათ რომ მეფეების ხსენების ჟამს იკითხება რომაელთა მიმართ მე-13 ეპისტოლე, პირველი 10 მუხლები არის, სადაც ესეც წერია, რომ ყოველი სული ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილება. მე ვფიქრობ, რომ წავიკითხავ ამას, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვისმენთ ამას. წირვის დროსაც შეიძლება ისეაც ვკითხულობ, მაგრამ წავიკითხავ, იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენი თემა არის ეს და მე წავიკითხავ ამას. ალბათ ამ შემთხვევაში ალბათ უფრო ჩვენი გონება უფრო მეტად შემწყნარებელი იქნება და წავიკითხავ. 10 მუხლი არის. თქვენ ისნებართ, რა თქმა უნდა, თუ არ დაგვირთავ და თუ ყოველი სული ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილება. რამე თუ არ არის ხელმწიფება გარნაღ მრთისაგან. ესე იგი ნებისმიერი მთავრობა, ნებისმიერი ხელმწიფება არის მრთისაგან. და რომელი იგი არიან ხელმწიფებანი მრთისამიერ განწესებულ არიან. ამიერიდან რომელი ადგილობრივ თუ აქცერია ცოტა რთულად არის რომ ვინცო ხელმწიფის მორჩილებას აღასრულებსო, ის ღვთის ნებას აღასრულებსო. ხელმწიფებისო. მიეცით სახარკოსა ხარკიო, საზვერესა ზვერიო, ანუ აბსოლუტური, აი მე გამახსენდა ეხა აპოლოგეტიური ეპოქა ჩვენს ქრისტიანულ ისტორიიდან, როდესაც ერთ-ერთი აპოლოგეტი მართლმადიდებელი მეფეს მისწერს, რომ ჩვენ ვართო ესე იგი ჩვენ ვართო საზოგადოება, რომელიც ყველაზე უფრო მორჩილი ვართო მთავრობისაო და რომელიც ყველაზე უფრო ესე იგი ჯანსაღად აღვიქვამთო ამას ყველაფერსო, ყველაფერი რაც ხდებაო, რაც არის ხელმწიფისგან, რაც მოძდა ყველაზე უფრო დასაყრდნელიო ეუბნება და აქ ნუ რა თქმა უნდა ყველაფერი ძირი და საფუძველი არის წმინდა წერილში. პატივსა პატივიო ნურარაიცა ვისი თანაგას გარნა ურთიერთარ სიყვარული, რამე თუ რომელსა უყვარდეს მოყვასი თვისი მას ჯული აღასრულა, დიდება შენ და უფალო. აი მთელი ჯული, აი წარმოიდგინეთ, ხო, ესე იგი ერთი სიტყვით პავლე მოციქული ამბობს, ვისაც უყვარს მოყვასი, მან მთელი ჯული აღასრულა. უნდა ვაღიაროთ მე პირადად და ჩვენ რომ შორს ვართ. აი ამ საზომიდან და შორს ვართ, ესე იგი შესაბამისად შორს ვართ ჯულის აღსრულებიდან. და ჩამოთვლის მერე არა იპარო, არა იმუშო, არა გასკლავ, ეს ყველაფერიო შედისო აი ამ ერთი მცნებით აღესრულებაო, რომ შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისიო. აღმასრულებელი ჯულისა სიყვარული არის. აი ესე ამბობს. ანუ ჩვენ ეხლა რაც ვისიბრძნის მეტყველეთ, ესე რომ ვთქვათ, რაც ვისაუბრეთ, რაც ბევრი ვილაპარაკეთ, ყველაფერი ეს, ყველაფერი ამის აღმასრულებელი არის სიყვარული თურმე. მაგრამ სიყვარული ეს კიდევ საზომი არის და ეს არის სულიერი მდგომარეობა და თვით ღმერთია სიყვარული. ყველაზე ღრმად წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა გამოთქვა სიყვარული და ჩვენ კიდევ უფრო ჩამოვალთ მიწაზე, ესე რომ ვთქვათ და წავიკითხავთ ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს პავლე მოციქულისას, რომელიც იკითხება ჯვრის წერის დროს, ეს არის მე-5 თავი 21-23 მუხლები, სადაც განსაზღვრულია ცოლ-ქმრის ურთიერთობა და სადაც პავლე მოციქული მოგვითხრობს, რომ ცოლნი თვისთა ქმართა დაიმორჩილენით, რამე თუ ქმარი არის თავი ცოლისა და ქმრის თავი არის ქრისტე და ვითარცა იგი ქრისტე ვითარცა იგი ეკლესია უკაცრავად დამორჩილებულას ქრისტესა, ესრეთ ცოლნი თვისთა ქმართან. ესე იგი ნებისმიერი ურთიერთობა შედის აი ამ წმინდა თემაში, რასაც ქვია იერარქია. არ არსებობს საზოგადოება, ჩვენ აი აქ უბრალოდ ამ ქვეყნიური იერარქიის შესახებ ზოგადად მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გაგვიგრძელდა საუბარი და არ გვითქვია ამის შესახებ. ამ ქვეყნიურ იერარქიას რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ ქრისტე მოვიდა ამ ქვეყანაზე
გაბნეული ცხოვარის მოსაძიებლად, მაგრამ მისი განგებულება მოიცავს მოციქულების გამორჩევას და მიმართლებას მადამი შეკვრისა და განხსნის ხელმწიფებას, კურთხევას მადამი რომ წარვიდნენ და მოიმოწაფონ ყოველი სოფელი და მოციქულები ირჩევენ ეპისკოპოსებს, ეპისკოპოსი რომელიც წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს რომ ეკლესია არის ეპისკოპოსში და ეპისკოპოსი არის ეკლესიაში. ეპისკოპოსის გარეშე ეკლესია არ არსებობს და ამის აი ამ შინაარსის დამადასტურებელი სხვა კიდე მამების ხადაგებები გვაქვს წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი იყო, რომელიც შეპყრობილი წერდა წერილებს, წერდა ეპისტოლეებს და მის ეპისტოლეებშიც საკმაოდ ღრმად არის განფენილი ეს მოძღვრება, რაც ახლა მოგახსენეთ და ასევე არის პავლე მოციქულის წერილები, სადაც მოძღვრავს თავის მოწაფეს ტიმოთეს და აი აქ არის წარმოჩენილი რომ როგორი უნდა იყოს ეპისკოპოსი, როგორ უნდა უფრთხილდებოდეს აი ამ მადლს და ასე შემდგომ. და ასევე მოხსენიებულია ძველ ტექსტებში პრესვიტერები, ანუ იგივე მღვდლები და ერთი პერიოდი პრესვიტერი შეიძლება ზოგადად სახელი ყოფილიყო სასულიერო პირებისა და ხუცესს ნიშნავს. სხვათა შორის აი რო არიან აი გზააბნეული ადამიანები, აი მაგალითად რასელისტები თავიანთ კრებულში, კრებულის თუ ქვია მაგას ხუცესებს უწოდებენ მათ წინამძღვრებს და ესე იგი არგუმენტად მოაქვთ რომ აი პავლე მოციქულსაც აქვს ნათქვამი, მაგრამ იმას კი არ ამბობენ პრესვიტერები რო წერიან. ხუცესისაც წერია იმას ამბობენ. ეს როგორ ჩვევიათ საერთოდ სექტანტებს რომ აი კონტექსტების ამოგლეჯა და რაღაც ესეთი რაღაც. ხო, ხუცესი და პრესვიტერი არის ძველი აი ესე ხუცესი იაკობ ისა შუშანიკის წამება გახსოვთ ხო? ხუცესია იქ მოხსენიებული. სხვათა შორის ერთი აი შუშანიკის წამება გამახსენდა და იერარქია კიდევ არის დიდი პასუხისგებლობა. იქ შუშანიკის წამებაში არის ესეთი თხრობა, როდესაც ვარსქენმა უარყო სარწმუნოება, ეპისკოპოსი ამბობს რომ ვარსქენმა უარყო სარწმუნოება ცოდვათა ჩვენთა გამო. აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ იერარქიაზე ვსაუბრობთ, აი რა სიმძიმეა იერარქია. და ჩვენი უწმინდესის ქადაგებების გახსოვთ ხო, შენდობის დღეს ზუსტად აი სიტყვით მე მახსოვს და ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. ეს არის ღრმაცულიერი ქადაგება, როდესაც უწმინდესი ამბობს, რაც საქართველოში ცოდვები ტრიალებს, ყველაფერი ჩემშია ამბობს. აი ჩვენ როდესაც იერარქიაზე ვსაუბრობთ, არ უნდა გამოგჩეს აუცილებლად აი ეს ნიუანსი, რომ ესე იგი როგორი კავშირი არის მწყემსა და ერს შორის. ერს ძველი ტექსტები მრევლს უწოდებს. ესე იგი პრესვიტერები არის დიაკვნები. მესამე ხარისხი ეს არის დიაკონი, რომელიც პირველ პერიოდში დიაკვნები იმ სახურებას არ აღასრულებდნენ, რასაც დღეს აღასრულებდნენ. საქმე მოციქულთაში არის მოთხრობილი, როდესაც გარკვეული იქაც ხდომა წერია თუ არ ვწდები, ახლა შეიძლება ზუსტად ვერ ვამბობ, მაგრამ ხდომა იყო რამე აი ადამიანებში, ბერძენ და ებრაელ ქვრივებს შორის იყო ხდომა, ანუ რაღაც წინააღმდეგობა იყო რაღაც საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით და სწორედ მაშინ ხდება დიაკვნების გამორჩევა და დიაკვნების მაშინდელი მოვალეობა იყო ის, რომ საორგანიზაციო საკითხებისთვის მიეხედათ. ანუ ეს დაბალი იერარქია იმ პერიოდში, პირველ პერიოდში, შემდგომში უკვე ძალიან იზრდება მათი ჩართულობა ღვთისმსახურებაში, იმდენად, რომ საეკლესიო ისტორიაში ჩვენ ვხედავთ, რომ დიაკვნებს ევალებოდათ, ესე იგი მაგალითად ადრე ხო არ იყო ესე დახვეწილი ლიტურგიკული მსახურება, ეხლა როგორც არის ბარძიმი, ფეშკუმი, აღზიარება არ იყო ეს. პირდაპირ აი ხელში აძლევდნენ, მარტივად ხდებოდა ეს ყველაფერი. იყო განტეხა, იყო კურთხევა, როგორც უფალმა საიდუმლოს ერობის დროს, ხო? აკურთხა პური განტეხა მისა, აკურთხა ღვინო მისა.
აი ესე იყო, აი ესე მარტივად აღესრულებოდა ყველაფერი და მორწმუნეებს აძლევდნენ აი ამ სიწმინდეს და ისინი ესე ეზიარებოდნენ და იყო შემთხვევები რომ იმდენად დიდი იყო ერთობა და სიყვარული ეკლესიაში რომ ვინც არ მოდიოდა და არ ეზიარებოდა აი სხვათა შორის აი დღეს კიდევ არის შემორჩენილი რაღაც წელიწადში ერთხელ ზიარებასთან დაკავშირებით მოზღრება თურმე წელიწადში ერთხელ უნდა ეზიარო ჟურში წერია რომ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ეზიაროსო მაგრამ ის კი არ წერია რომ ეხა შენ ხო ეზიარე ხა ამ წელიწადში ესეთი მიდგომა არ არის თუმცა ზიარებას რაც შეეხება ეს აბსოლუტურად კურთხევის საკითხი არის მაგრამ და ესე იგი ვინც არ ეზიარებოდა იმდენად დიდი იყო ტოლვა უფლისადმი ზიარებისადმი რომ დიაყნებს მიქონდათ სიწმინდე და ისინი სახში ეზიარებოდნენ მაგრამ ისტორია მოგვითხრობს რომ ამან გამოიწვია ის რომ დიაყნებში რაღაც გარკვეული აპარტავნება შემოვიდა და შემდგომში უკვე ეს გაუქმდა და დღევანდელი სინამდვილეში რომ ისიც მოგესალმება დიაკონი არის დამხმარე ღვთისმსახურების დროს და აღასრულებს იმას რასაც თქვენ ხედავთ და რაც კარგად მოგესალმება. აი ეს არის ჩვენი დაბალი და მწირი ინფორმაცია რაც მოვიძიეთ, რა თქმა უნდა ეს თემა უფრო დიდი არის ჩვენ უფრო ყურადღება გავამახვილეთ რომ პირველ წყაროებზე მიგვემართა ჩვენი ყურადღება და ჩვენ შევეცდებით რომ მომავალში კიდევ უფრო განვავრცოთ ეს თემა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ეს თემა დღეს არის ძალიან აქტუალური და ძალიან ცოცხალი თემა არის, არა მარტო ეკლესიის მიღმა, არამედ თვით ეკლესიის წიაღშიც კი. მადლი ღვთისა, უზრუნველთა მკურნალი, ეხა წამოდექი და ვილოცოთ. და ნაკვლევად აღმოსებელი მარადის ყოფილიყოს ჩვენთან და მოგცეს გული, გონიერი და შემეცნება იმ წმინდა თემისა, რასაც ქვია იერარქია. ამინ ბრძანეთ თქვენ. ამინ. განუხსნელად ცოდოსა სიტყვისათვის და სამყოლოსათვის შობლოსა გალობილი კალიდები. იდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა თამარები და უყურით ყომისამდე ამინ. უფალო შევიწყალი, უფალო შევიწყალი, უფალო შევიწყალი, უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისო, ლოცვითა ყოლათმით, ლოცვითა ქრისტის სამამისა შვილსა, გიორგი თასმძებსა და შევიწყალი ჩვენ. ამინ. ამინ.